კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობისთვის შიდა ქართლში მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს. აბუდაბის ინციდენტში მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს. იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 9 წელი გავიდა. 2016 წელს 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. ოცნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს. ინფორმაციას უწყებაში გვიდასტურებენ. დაბადებითი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ინიციატივა ბიუროზე წარდგება. შევახსენეთ, რომ შავ ზღვაში რუსული ნაგვის ადგილი არ არის. უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა. დანია უკრაინას დაახლოებით $628 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ 150 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვის ფონდის შექმნაზე ევროპის გასაძლიერებლად. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.